ახლა 2012 წელს დუშეთის მოსახლეობა სუფთა და გაფილტრულ წყალს ყოველდღიურად გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს. მოსახლეობას წყალი იქამდე 3 დღეში ერთხელ და მხოლოდ 2 საათით მიეწოდებოდა. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა. შეიცვალა 20 კილომეტრამდე წყალმომარაგების ქსელი, დამონტაჟდა ახალი ტუმბო-დანადგარები და განახლდა ელექტროსისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. დუშეთში წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ის, რომ ადამიანებს წყალი არ ჰქონდა და წყალი მხოლოდ 4 დღეში ერთხელ 1 საათით მოდიოდა. მინდა გითხრათ, რომ ეს პრობლემა დავალაგე და წყლის სახელმწიფო კომპანიამ მოახერხა და ყოველდღიურად ადამიანებს 8-10 საათის განმავლობაში წყალი აქვს. ჩვენ დავგეგმეთ, როგორ გავზარდოთ წყლის მიწოდების ხანგრძლივობა შემდგომშიც, ასე რომ მე ვფიქრობ, ეს პრობლემა ერთხელ სამუდამოდ დუშეთს დაუვალაგდეთ. წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა დაგზელვა და ასევე გამრიცხონება, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ნაცვლად კვირაში 2 დღის წყალმომარაგებისა უკვე გახდა ყოველდღიური მინიმუმ 8-10 საათი. ჩვენ ასევე დაწყებული გვაქვს პროექტზე მუშაობა, რომელიც უზრუნველყოფს წელს და უკვე მომავალ წელს დუშეთის 24 საათიან წყალმომარაგების უზრუნველყოფას. ჩვენახების საერთო არქოდან წყალი 4 დღეში 5 დღეში ერთხელ მოდიოდა. დღეს უკვე გამოსწორდა, ჩაუტარდა რეაბილიტაცია შიგაქსელებს, ჩაუტარდა სათანადო კაპიტალური რემონტი და ფაქტიურად ყოველ დღე აქვს რამოდენიმე საათი. დუშეთს ყოველთვის ჰქონდა წყლის პრობლემა. ხან კვირაობით ველოდებოდით წყალს და წყალი არ მოდიოდა. ახლა ყოველ დღე მოდის წყალი, სუფთა წყალი არას მთავარია და ოჯახში არ გვეშინია საჭმლის გაკეთების. დიდი მადლობა ამისათვის.